მოგესალმებით, ალეკო მივესალმებით ჩვენს ინტერნეტ და ტელემაყურებელს. ევროპული გაზეთების მთავარი თემა ამ კვირაში გახლავთ ესპანეთში სპორტსმენების ფინანსური სკანდალი. ესპანელი სპორტსმენების ქონებრივ და საგადასახადო დეკლარაციებს ფინანსური პოლიცია ამოწმებს, წერს ესპანური პოპულარული გაზეთი El País. ლეო მესი, არანტა სანჩეს ვიკარიო, რაფაელ ნადალი, ლუის ფიგუ და სამუელ ეტო შემჩნეულები არიან გადასახადების დამალვაში. ბარსას ყოფილ თავდასხმელს სამუელ ეტუს ესპანეთის ფინანსური პოლიცია 3 მილიონ ნახევარი ევროს დამალვაში ადადაშაულებს. საქმე იმაშია, წერს გაზეთი, რომ 2006-2009 წლებში რეკლამების შედეგად მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი სამუელ ეტუს არ დაუდეკლარირებია, რაც საერთო ჯამში 3 მილიონ ნახევარ ევროს შეადგენს. სულ ცოტა ხნის წინ წერს გაზეთი El País ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელს და ბარსას და რეალ მადრიდის ყოფილ მოთამაშეს ლუის ფიგუს 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე იმაშია, წერს გაზეთი, რომ ლუის ფიგუს 1997-1999 წლების შემოსავლები პრაქტიკულად არ დაუდეკლარირებინა. არანტა სანჩეს ვიკარიოს კი 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. სანჩეს ვიკარიომ იმისათვის, რომ გადასახადებისაგან თავი აერიდებინა, ანდორაში მოხსნა ბინა, ვითომ იქ ცხოვრობდა, სინამდვილეში კი ბარსელონაში აგრძელებდა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შავი ღრუბლები იკრიბება ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ირგვლივ. საგადასახადო პოლიცია რაფაელ ნადალს დიდი თანხის დამალვას ედავება, რადგან რაფაელ ნადალის ფირმები დარეგისტრირებულია ბასკეთის მხარეში არსებულ თავისუფალ ეკონომიურ ზონაში, ხოლო ამ ზონაში და ბასკეთის მხარეში ამ ფირმებს არანაირი კომერციული აქტივობა ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უწარმოებიათ, როდესაც იგივე ფირმები ბარსელონაში, კატალონიასა და კასტილიაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ. დღეისათვის სულ ეს იყო, სხვადასხვა თუ ეს სკანდალი გაგრძელდა, შესაძლებელია ესპანეთში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდეს სპორტულ ცხოვრებაში. მართლაც დღეისათვის სულ ეს იყო, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.